ღორის გრიპის გართულებული შემთხვევები საქართველოში სპეციალისტების განმარტებით ქვეყანაში გავრცელებული გრიპის ვირუსის შტამებიდან H1N1 განსაკუთრებით მზარდი სტატისტიკით გამოირჩევა და ადვილად გადამდებია. ექიმ ეკალი პარტაშვილის განმარტებით ღორის გრიპის დადასტურება ლაბორატორიული კვლევით ხდება და ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთიონის სპეციალური ტესტებით მომარაგებულია. ექიმის განცხადებით H1N1 ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში ყველაზე ეფექტური პრეპარატი ტამიფლუა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს პაციენტმა. H1N1 წლებია უკვე გავრცელებულია მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში, წლების წინ ეპიდემიის სახითაც მოგვევლინა და საკმაოდ სერიოზული შედეგებით დავასრულეთ ღორის გრიპი მაშინ ცუდი შედეგებით. წლებია უკვე საქართველოში ამის გამო შემოტანილი იქნა ვაქცინა 4 კომპონენტიანი, ვაქსიგრიპი და ინფლუვაკი. რამდენიმე 4 კომპონენტისგან შედგება და ერთ-ერთი მათგანი არის H1N1-ის გამომწვევი. ამ ვაქცინას ჩვენ ვაკეთებთ შემოდგომობით ოქტომბერ-ნოემბერში და დაცული ვართ მთელი წლის პერიოდში ღორის გრიპის გართულებებისგან და არა მარტო ღორის გრიპის. ამიტომ პირველ რიგში მოსახლეობას მოუწოდებ, რომ ყოველ წელს აიცრან ამ გრიპის ვაქცინით, რათა ჩვენ თავი დავიცვათ ნებისმიერი გრიპის გართულებებისგან. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ ღორის გრიპს, H1N1-ს. იწყება მაღალი ცხელებით, შემცირებით, სახსრევისა და ყელის ტკივილით, ძლიერი საერთო სისუსტით, უღონობით, უმადობით. ეს ტემპერატურა შეიძლება გაგრძელდეს 3, 5 და შესაძლებელია 8 დღემდეც კი. გააჩნია ორგანიზმის იმუნიტეტს, ორგანიზმის დამცველ მექანიზმს. ისევე როგორც ყველა ვირუსული ინფექცია, ღორის გრიპის შემთხვევაში ჩვენ მკურნალობას ვატარებთ სიმპტომატურად. ეს რას ნიშნავს? ვიღებთ ანტიპირეტულ საშუალებებს, სიცხის დამწევ საშუალებებს მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ყელის ტკივილი, ვაძლევთ ადგილობრივ ყელის ტკივილის სამკურნალო პრეპარატებს. არც ერთ შემთხვევაში ღორის გრიპის მკურნალობაში არ ერთვება ანტიბიოტიკი. თუ არ დაერთო ბაქტერიული ფლორით გართულება გრიპის ვირუსს. ეს დგინდება, რა თქმა უნდა, უკვე ანალიზების გაკეთების შემდეგ, ვაკეთებთ სისხლის საერთო ანალიზს და ცერიაქტიულ ცილას. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება პაციენტის მკურნალობა ანტიბიოტიკებით. მაშინ ჩდება კითხვა კონკრეტულად რითი შეიძლება ვუმკურნალოთ ღორის გრიპს. ღორის გრიპის ანტივირუსული პრეპარატი შეიმუშავა წლების წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ეს არის ტამიფლუ, უშუალოდ ღორის გრიპზე მორგებული პრეპარატი. ღორის გრიპის დადასტურების შემთხვევაში პაციენტს შეუძლია მიმართოს სოფლის ექიმს ან ადგილობრივ ოჯახის ექიმს. მათ უშუალოდ წდომა აქვთ ადგილობრივ ჯანდაცვის ორგანიზაციებთან. გამოტანილი აქვთ ადგილზე ტამიფლუს საჭირო რაოდენობა და ქრონიკული დაავადებების არსებობის შემთხვევაში, როგორიც არის მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, ასთმა, გულის დაავადებები და ასე შემდეგ, ტამიფლუს ჩართვა ხდება დაავადების განვითარებიდან პირველივე დღეებში. გამოვლენა ღორის გრიპის ხდება და დადასტურება ლაბორატორიული კვლევით, კერძოდ ცხვირხახის და პირისყრუს ნაცხი კეთდება და აქედან ხდება, ისევე როგორც კოვიდის დადასტურება ხდებოდა, ასე ხდება დადასტურება ღორის გრიპის. კახეთიონს აქვს შესაბამისი ტესტები და საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოგმართონ ტესტირების ჩასატარება.